ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ანაკლის პატრიოტულ ბანაკში კონცერტით აღნიშნეს. ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების წინაშე ქართული ესტრადის ვარსკვლავები წარსდგნენ. შესრულებული იყო როგორც ქართული, ასევე უცხოური ჰიტები. ანაკლის საერთაშორისო პატრიოტულ ბანაკში 300-მდე ახალგაზრდა ისვენებს, მათ შორის 150-მდე საქართველოში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდა. კონცერტის ორგანიზატორი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. როგორც მოგახსენებათ, 12 აგვისტო გაეროს რეზოლუციით აღიარებულია როგორც ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება ეს ღონისძიება ქართველი ესტრადის მომღერლების მონაწილეობით და ვფიქრობ, საერთაშორისო ახალგაზრდობის ბანაკში ამ ღონისძიების მოწყობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ ჩვენი სტუმრები ძალიან კმაყოფილები იქნებიან ამ დღით. ჩვენი იმყოფებით აგერ ძალიან ახლოს ჩვენი მიწის აფხაზეთის საზღვართან და ჩვენი ტკივილის საზღვართან და დარწმუნებული ვარ, რომ იქ იღება ძალიან ბევრი ადამიანის უფლებები და ძალიან ბევრი ახალგაზრდა დღევანდელი დღეს ესე ბედნიერი ვერ შეხვდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ერთად ვიზიარებთ ამ დღეს. საქართველოში დასასვენებლად ჩამოვედი, ძალიან მომწონს აქაურობა. აქ იმდენად ბევრი ღონისძიებაა, რომ ჩვენ მოწყენის საშუალება არ გვაქვს. იმართება ინტელექტუალური თამაშები, ხშირია კონცერტებიც, რომელშიც მონაწილეობას ვიღებთ.